გორში მამა საკუთარი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს ძალმომრევებით ჩადიოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულს. 39 წლის მამაკაცის საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლითაც ასეთი დანაშაული დასტურდება. დაკავებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არასრულწლოვანი გოგონა კი საოჯახო ტიპის თავშესაფარშია გადაყვანილი. სოფელში მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ არასრულწლოვანი გოგონა ცოტა ხნის წინ სახლიდან მეგობარ ბიჭთან ერთად გაიპარა ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა მამამ პოლიციას მიმართა და სახლში დააბრუნა. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ბრალდება სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდებოდეს. გავიგეით დილითა, რომ ბიჭი მოდიოდა ხოლმე, სტუმრად იყო ის ბიჭი. მერე გაიპარა, ხო, ისიც გავიგეით, როცა უკვე ესეთი რამე მოხდა, რომ მარიო გაჰყვა იმ ბიჭსაო. და ამ ბიჭსა მერე ისა თქვეს, რომ ესენი დაედევნენ და ურეკავდნენ, რომ სადახარო ჩამოვიდეთო და გნახოთო და არ მიდიო, არაო, არ მომაკითხოთო, თორე ვიცოდეო, მერე მამასა და დედას ალბათ ეგ ულტიმატუმი წაუყენა, რომ მე ვიცი რასაც ვილაპარაკებო თქვენზე. ამათ დაუწერიათ განცხადება და ისინი წავიდნენ და მოძებნეს და ჩამოიყვანეს გოგოც და ბიჭიც. და მე იქიდან გავავრცელდე ხმა, რომ იქა გოგოს უთქვია, რომ მამა არ მეპყრობოდა ხოლმე უკარგად. აი ეს. შეთი წესიერი მამა იყო, ძალიან წესიერი მამა იყო, ძალიან. დედაც ახლა დამატყოფებული რაც შეეძლოს ყველაფერთან ერთად მუშაობდა ყველაფერი. არაფერი. შეყვარებულმა დააწერინა. იმ შეყვარებულმა დააწერინა, ეთყობა ზეწოლა მოახდინა იმ ბიჭმა. იმ ბიჭმა დააწერინა ეს ყველაფერი. მეტი სხვა არაფერი არ ვიხო, გეუბნებით, ზედმეტი არაფერი მომხდარა. არც აქა და იქ სართულფერში შემჩნევს. კაცი მამა იყო, სულ ყველაფერს აკონტროლებდა, კარგი წესიერი მამა იყო. ბავშვი ახლა ბავშვი თქვით რაღაცა ის შეყარებულმა ეგეთი რამე პრობლემა მოიწია და გამოიყვანეს, რომ არა იყო სრულწლოვანი, მაგიტომ იმ ბიჭმა ზეწოლა მოახდინა იმ გოგოზე. უყვარდათ. ბავშვი, ან სიძე თქვენი და რას ამბობენ ისინი? სიძე საერთოდ არ მინახია მე იმის მერე. აბსოლუტურად არ მინახია არაფერი და მე საოცრად დავჭირო კიდევ ესეთი რამე, როგორ ბავშვი იძახის, ზეწოლით მაწერინებდნენ გაღმასაო. მილიციაში ზედმეტ რამეებსა.